და ვუბრუნდებით ისევ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. მოახლოებულ ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ისაუბრა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ირაკლი დოლაბერიძემ კვირის პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე უწყების სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსმა აღნიშნა, რომ თბილისი 2015-ის მასპინძლობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. დოლაბერიძის განცხადებით, ღონისძიებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები განრიგის მიხედვით მიმდინარეობს და ყველა სპორტული ობიექტის მშენებლობა დროულად დასრულდება. ამ ფესტივალის დასრულების შემდეგ ჩვენს ქვეყანას ძალიან ბევრი რამ კარგი დარჩება. ვფიქრობ, რომ შემდგომშიც უნდა გაგრძელდეს ის პროგრამა, რასაც ქვია ოლიმპიური მზადების ფესტივალისთვის. ცალკე საბიუჯეტო მუხლი, რომელიც ჩვენ მქონდა და რომელიც სრულდება 2015 წელს, იმიტომ რომ აღნიშნული ფესტივალი ტარდება ყოველ 2 წელიწადში ერთხელ და ეს არის ძალიან კარგი საშუალება და შესაძლებლობა იმისათვის, რომ ის თაობა, რომელიც ემზადება ამ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად, პრაქტიკულად შემდგომში არის რეზერვი ჩვენი დიდი ეროვნული ნაკრებებისა.